რა არის ზოგადად ეს მეთოდი და რატომ გახდა საჭირო მისი დანერგვა რეპროდუქციულ მედიცინაში. ბიოლოგიური საათის ზეგავლენაა ის, რასაც მე ჩვენ მიკროსკოპში უყურებთ უხარისხო ემბრიონის სახით. ძალიან ახალგაზრდა 38 და 39, 40 წელიც თუნდაც. ემბრიოლოგიური შეფასება არის ნომერი პირველი და ეს არის ის განსაზღვრელი ემბრიონის სწორად არჩევისათვის, სანამ გადავიტანთ საშუალო ზღვრში. როგორ ცვლის და ცვლის თუ არა რეალურად ტესტირება შემდგომ კურნალობის ტაქტიკას. ინასწარ ავარჩიოთ ემბრიონი, რომელიც არ იქნება მტარებელი ამ ოჯახური გენეტიკური პათოლოგიების. თუ ემბრიოლოგი არ არის გაწაფული და მას ყველა ეტაპები არ აქვს გავლილი სრულფასოვნად. მაღალსარწმუნოდ მიღებული პასუხების საწინდარია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ეს იყო შედეგები. გამოკვლეული ერთი მაღალი ხარისხის ემბრიონის გადატანა. პრეიმპლანტაციური ტესტირება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ორსულობა მივიღოთ სადღაც 60-70%-ში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მეთოდიკის საშუალებით შეგვიძლია საუკეთესო ემბრიონის არჩევა, რაც გაზრდის გარკვეული ტიპის პაციენტებში ორსულობის პროცენტს და შეამცირებს სპონტანური აბორტების რიცხვს.